მოდი ყველას დაგამშვიდებთ, სანამ თურქეთი არ გადაკეტავს მდინარე ევფრატის და ტიგროსის სათავეს, მანამ არანაირი მესამე მსოფლიო ომი არ დაიწყება, მშვიდად იყავით. რაც წინასწარმეტყველებია ესეთია, ჩინეთმა თავისი 200 მილიონიანი არმიით უნდა გადმოკვეთოს ევფრატი და უნდა დაიძრას ახლო აღმოსავლეთისკენ, ადგილისკენ, რომელიც არის მისი სამშობლო. ვინც არიცით, გეტყვით, რომ ჩინელები არიან ქამიტები და კონკრეტულ შემთხვევაში ქამის ვაჟი ქანაანის პირდაპირ შთამომავლები. ქანაანი კი ქანაანის მიწაზე ცხოვრობდა. ჩინელები ადრე იყვნენ შავკანიანები და მაღლები. ასევე თურქეთი სამ ნაწილად გაიყოფა. როგორც ასეთი თურქეთი აღარ იარსებებს სახელმწიფო და მის დასავლეთ ნაწილი გადავა საბერძნეთის კონტროლ ქვეშ. ცენტრალურ თუ აღმოსავლეთ თურქეთში შექმნიან ქრისტიანი თურქები სახელმწიფოს, ხოლო დარჩენილი 1/3 დაიძვრება მესოპოტამიისკენ. საქართველოს დაუბრუნდება ტაოკლარჯეთი და ლაზეთი. ეს აქსიომური დებულება ებრაელების მესამედზე მეტი გაქრისტიანდება. ეს ასეა დაწერილი და ასე მოხდება. ნუ გეშინიათ მომავალში მარტო ცუდი ძვრები არ იქნება, კარგი ამბებიც იქნება. ნუ ყოველ შემთხვევაში ქართველებს მომავლის მიმართ შიშები არ უნდა გქონდეს. საქართველო არის მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრი, ჩვენ უფალი დაგვიცავს. საქართველო აუცილებლად გამთლიანდება ნიკოპსიიდან დარუბანდემდე, ამიტომ იყავით მშვიდად, იყავით წყნარად, ჯერჯერობით მესამე მსოფლიო ომი არ დაწყებულა. მესამე მსოფლიო ომი მაშინ დაიწყება, როცა თურქეთი დააშრობს მდინარე ევფრატს და ტიგროს ხელოვნური ჯებირებით. მე არავის მხარეს არ ვიჭერ, მე უბრალოდ ვაფასებ მოვლენებს. მე არც ერთ მხარეს არა ვარ. მე უბრალოდ იმას ვყვები, რაც არის ერთი ჩვეულებრივი ქრისტიანის გადმოსახედიდან რეალობა. დღევანდელი რუსეთი სახეს შეიცვლის და ზომაშიც შეიცვლება რეალურად. რუსეთსა და თურქეთს შორის რომ ომია წინასწარმეტყველები, ეგ ყველა მიცის. ამ ომში ვერავინ ვერ გაიმარჯვებს, ეს არის ფაქტი. უფალმა კეთილი სიტყვებით საუბრის ნიჭი მოგცეთ და არა ბოროტის სიტყვებით საუბრის. ბოროტის სიტყვებს საუბრობს ბოროტი, კეთილი სიტყვებს საუბრობს კეთილი ადამიანი. შესაბამისად, ვინც პირიდან ბოროტებას უშვებს, ის თავად არის ბოროტი. კეთილი ადამიანი კი სიკეთეს უშვებს პირიდან, ლოცვას, რჩევებს, ხოლო ბოროტი ადამიანი ლანძღვას, გინებას, წყევლას, აი ამას უშვებს. ამიტომ იყავით იმ ხალხის გვერდით, ვინც ლოცავს ხალხს და ნუ იქნებით იმ ხალხის გვერდით, ვინც ადამიანებს წყევლის, აგინებს, ლანძღავს, ცუდს უსურვებს. ყველა ადამიანი არის უფლისხატად შექმნილი და ბოროტი ერი არ არსებობს. არსებობს ადამიანი, რომელმაც კეთილსა და ბოროტს შორის არჩევანი ბოროტის მხარეს გააკეთა ან კეთილის მხარეს. გენეტიკური კოდით თქვენ რაღაც ნიჭი გეძლევათ. ყველა ადამიანს აქვს ბრძოლები, შესაბამისად გენეტიკური კოდით ვერ გამართლდება ესა თუ ის ჩადენილი საქციელი. ძალიან მარტივია. უფალმა გაგახაროთ, უფალმა გაგაძლიეროთ და უფალმა სიკეთის გზით გატაროთ. ჩვენთან არის ღმერთი, არს დაიყოს.